შეიძლება თქვენ ხარ ეგეთი ადამიანი, რომელისთვის ყავა არ შეიძლება. ან ხარ ეგეთი ადამიანი, დღეს შეიძლება ყავა არ ასვა, მაგრამ აუცილებელია თქვენთვის, რომ ყავა უნდა დალიო. ყავა რამდენი უნდა დალიო, რა დროს უნდა დალიო, ბევრი საიდუმლოებია მეგობრებო. ყავა არის ეგეთი რამე, ანუ ორივე მხარეა, ცუდი მხარე და კარგი მხარე. ზოგი ადამიანისთვის წამალია, ზოგი ადამიანისთვის შხამია. თუ გაინტერესებს თქვენთვის როგორია ეს ყავა და რა რაოდენობით შეიძლება თქვენი შემთხვევაში მაგი მიგება, ბოლომდე უყურე ვიდეო. ყავის ცუდი მხარედან დავიწყოთ მეგობრებო. ადამიანი ვისაც აქვს მაგალი წნევები. იმიტომ ყავა აძლევს ეფექტი, ოღონ ცოტა ხნით, რომ წნევა მიდის მაგლა. ადამიანი ვისაც აქვს ქრონიკული hypertension, ანუ მაგალი წნევის პრობლემა. ზედმეტი ყავის დალევამ შეიძლება ეს წნევები ეგეთი იმაზე მოხვიდე, რომ ანუ ყოველდღე მერე რო იყო მაგალი წნევა. მაგალი წნევა არის ეგეთი შემთხვევა, ნებისმიერი დღე, ნებისმიერი ადგილზე შეიძლება ადამიანის წნევა წავიდე მაგლა. მაგრამ ეს არის ერთჯერადი, ხანდახან. მაგრამ თუ გააგრძელებს ყავის ზედმეტი დალევა, მერე წავა, ანუ ქრონიკული გახდება ყოველდღე, მერე ანუ ეს გახდება დავადება. არა ერთ-ერთი სიმპტომი. ზედმეტი დალევამ შეიძლება ინსომნია ან დაუსვენარი ძილი. ძინავს 8 საათი, 9 საათი, 10 საათი ძინავს, მაგრამ ეს გემრიელი და გრმაძილი არ არის. იმიტომ ზედმეტი ყავა უმატებს კორტისოლი, ანუ alertness, რომ სულ გაგვიჯებული ვითხარ, ღამე კი გეძინება, მაგრამ სულ ტრიალებს აქეთ-იქით და მეორე დღე, თელი დღე დაგლილი ხარ. ყავა არის მეგობრებო მჟავე. საჭმელი ხო არის კატეგორიებულად, ზოგი ტუტე, ზოგი მჟავე, ზოგი ნეიტრალი. ყავა არის მჟავისკენ მიდრეკილი, ანუ მჟავას უმატებს, ეგეთი ადამიანი, ვისაც აქვს რეფლუქსის პრობლემა, წყლულის პრობლემა, ან კუჭის ეროზიები. იმ ადამიანისთვის ყავის დალევა ისე არის ჩათვალე, რომ სიცხლე ანთებულია და კიდე გაძლევს იქ ბენზინი. ზედმეტი ყავას დალევამ იცის მეგობრებო მერე ჩევა. ყავა. ძიქართ საქმე არა გაქვს, უკვე ფიქრობს, რომ ყავა დავლი. მოდი ყავა დავლიოთ. Addiction. ეს არის ჩევა მეგობრებო, რომ მიეჩვევი და კეფეინის ჩევა ისევე ესე არის, როგორც ნიკოტინის, როგორც ალკოჰოლი, იმიტომ არსებობს ყავის ლიმიტირებული დოზები. ეხლა კარგი მხარე. ყავა ამჩირებს პარკინსონის და ალცჰაიმერის რისკები, მაგრამ მარტო ყავას დალევა კი არა. იქ თქვენ თუ დაამატებს ALA, ალფა ლინოლიკ მჟავა. სად შედის ალფა ლინოლიკ მჟავა მეგობრებო? კარაქში და ერბოში. ორივეში ბუნებრივი ალფა ლინოლიკ მჟავა შედის ცხიმის საუკეთესო, რომელიც ტვინის უჯრედებისთვის საუკეთესოა და დილით ყავაში თქვენ თუ ერთი ან მეორე მოიმატებ, შეამჩირებს ალცჰაიმერი და პარკინსონის რისკის ოქსიდაციაში დაგეხმარება, პლუს რადგან მჟავე არის, აჩქარებს ცოტათი მეტაბოლიზმიც. მეტაბოლიზმ აჩქარება რა არის? მჟავიანობა უფრო მეტი იქნება, ნაჭამი საჭმელი უფრო სწრაფად გადამუშავდება. გვიძლი თუ გააქვს გადიდებული, გაცხიმიანებული, მაშინ ეს გახდება თქვენთვის საჭირო, აუცილებლად უნდა დალიო, ამცირებს რისკი თუ არა გაქვს. ცხიმი გვიძლზე და თუ გააქვს ცხიმი, რომ მეორე ან მესამე ეტაპზე არ გადავიდე, მაგისთვის ანტიოქსიდენტები, რასაც შედის ყავაში, ეს დაგეხმარება თქვენი გვიძლი რო იყო ადამიანი, რომელიც დილით ან საგამოთი ვარჯიშობს. ვარჯიშის წინ ერთი ყავა დალევა იგივე ეფექტი აძლევს, როგორც დღეს ბაზრობებზე, ბაზარში, მარკეტებში იყიდება ბუსტი არ რაღაცა, შაქრიანი წყალივით რაღაცა იყიდება. აქეთ ყავა იგივე ეფექტი აძლევს, რომ თქვენ კარგად ივარჯიშოთ. რაოდენობა რამდენი უნდა დალიო ყავა? ჯერ ერთი უძმოზე არადროს ყავა არ უნდა დალიო. მაგრამ ადამიანი ფიქრობს, ვაიმე, ჯერ საჭმელი ვჭამო და მერე ყავა, ესე არა.
თქვენ რო დალევს წყალი შო უკვე უძმო არ ქვია მაგას წყალი წავიდა მერე შეგიძლია ეგეთი ჭიხა კავა დღეში ერთი თუ ერთად ამდენი არასვა მაშინ ეგეთი ჭიხა თუ შვავს ორი ჭიხა შეიძლება ეგეთი კიდე ამ კავაში არადროს არ დაამატო კრემი რძე შაქარი ან სხვადასხვა ხალხი რას არ იმატებს ერთ-ერთი რამე შეიძლება მომატება როგორც ადრე თქვი ან ერბო ან კარაკი თუ გინდა ტვინის ზამთელობა კარგი იყო ან ადამიანი ვისაც აქვს ინსულინი ან შაქრიანი დიაბეტი აქ შეიძლება დაამატო დარიჭინი ეს სამი რაღაცა შეიძლება აქ დაამატო დანაჭენი აქ რძე ან სხვადასხვა კრემი შერევა თუ დაიწყეთ მაშინ რას შედის ამ კავაში კარგი დაიკარგება იმედია მოგეწონება ინფორმაცია გააზიარეთ მეგობრებში გამოიწერე არხი სულ იკავი ჯამთელი და ბედნიერი ბევრი დაბადებების კურნალობა მარტო საწმელის გასწორება კვების გასწორებით არის შესაძლებელი კარგად და ჯამთელი